გამარჯობა მეგობრებო, მე მინდა დავიწყო პირდაპირ მოლოცვით და მიულოცო ახალ გულშემატკივარს, რომელიც ამ გუნდში მოვიდა და მინდა გითხრათ, რომ აი ის სიხარული და აი ის ნერვიულობა და აი ბოლომდე ჩაყოლა თამაშში და ეს დრამა სპორტული, რომელსაც თქვენ ნახავთ, არის ის რის გამოც არის ეს გუნდი ესეთი დიდი, უდიდესი და ლეგენდარული და მე მოგილოცავთ იმას, რომ არა რომ მოვიგეთ, არამედ ზოგად ის, რომ აი ამის ბედნიერება გაქვთ, რომ ესეთ გუნდს უყუროთ. ეხა გადავიდეთ თვით უშუალოდ თამაშზე. ძალიან აღტყინებული ვარ, გასაგებია რომ იქ რაღაცა შეცდომები და ლაფსუსები იყო, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. აქ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და იმ ადამიანებს შეგახსენოთ თუ ვინმე სკეპტიკურად ხართ განწყობილები რაღაც მომენტში და ცოტა ხანდახან პესიმიზმი შემოგეპარებათ ხოლმე. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ მეორეც ის, რომ ეს არის გუნდი, რომელიც თამაშობს მანამ, ვიდრე საჯი არ ჩასტვენს სასტვენს. და ეს არის გუნდი, რომელზეც მე ეხა თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ატრაკებო რა, იმიტომ რომ ეხა იასნია, რომ დამთავრებულ თამაშზე ამის თქმა ადვილია, მაგრამ აი თუ ხართ ვინმე ისეთი, რომელიც ჩემნაირად გრძნობდით ამას და იცოდით, არა თუ გრძნობდით, არამედ იცოდით, დამიკომენტეთ და მითხარით და მე დაგიჯერებთ, იმიტომ რომ მე მქონდა ზუსტად ეგ გრძნობა და მე ვიცოდი 11 წუთი დამატებული რომ დავინახე ტაბლოზე, მე ვიცოდი რომ ამ თამაშს მოვიგებდით. ანუ აი 11 წუთი რომ დავინახე, მე ვიცოდი რომ ამ თამაშს მოვიგებდით. ეგ იყო აი გარდაუვალი რაღაცა. ეს არის გუნდი, რომელიც იგებს ბოლო წამებამდე დარჩენილ თამაშებს. კი არის ხოლმე რაღაცები, რომ შეიძლება რაღაცა წავაგოთ და ეხა ყოველთვის ეგრე არ ხდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში და მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად არის საჭირო, ეს არის გუნდი, რომელიც იგებს თამაშებს ბოლო წუთამდე თამაშით და მიწოლით და მონდომებით და თავისი შემართებით და ყველაფრით საერთოდ არსებობით ზოგადად რა. ვაიმე ცოტა დავიღალე ემოციებისგან, მაგრამ აი ეს მევასება და ეს გვევასება ზუსტად აი ამ გუნდში, აი ის რასაც მივეჩვიეთ უკვე აი ბოლო დეკადა ყოველ შემთხვევაში, რასაც აი ეს ახალი ტალღა და ახალი პროექტი ლივერპულისა, მანამდე ჩვენ გვახსოვს ძალიან უღიმღამო წლები, იქ იყო გარკვეული დრამები, იდგმებოდა ხოლმე ყოველთვის ლივერპულის მონაწილეობით, მაგრამ აი ეს ბოლო 10 წელი არის ის რამაც აი ეს ახალი ტალღა ემოციების და ამ დრამის და ახალი დრამატურგიის, როგორც ესეთი, წამოიღო მთლიანად. ხო, ეხა გეტყვით დავმშვიდე ეხა და ცოტა სენტიმენტები იქით გადავდო პირდაპირ თამაშზე ვილაპარაკო. მოკლედ, პირველი რაც უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ დომინიკ საბოსლაი საღოლ ჯიგარო მე ძალიან ადრე წინა სეზონში რომ რამდენიმე ვიდეო ჩავწერე, იქ ვამბობდი რომ დომინიკი მომწონს ზოგადად, მაგრამ მისგან რაღაცა მეტი მინდა თქო და მე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ეს ბიჭი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მუშაობით, რასაც აი აკეთებს მინდორზე და უბრალოდ თuliდი რომ მას ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო და აი ეს მოთხოვნა მქონდა მის მიმართ, რომ ცოტა მეტი გაეკეთებინა, აი ოდნავ მეტი და ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა, იმაზე უკეთესი ვიდრე ხარი და აი ეს დღეს რაც გააკეთა მან, ის რაც იმუშავა მაგალითად დაცვაში, როდესაც ჩვენ სამი განაპირა მცველი, რომელიც გვაკლია, იმათ მაგივრად ითამაშა, მერე კონორი შემოვიდა, კონორ ბრედლი და გადაიწია ამან წინ, ითამაშა ნახევარდაცვაში შემტევად. დაცვაში ესეთი ამდენი იმუშავა, ესე დაიღალა, ამდენი ენერგია ჩაყარა, რამდენი ბლოკი გააკეთა. იქ იყო მომენტი, როდესაც ფეხიდან ააცალა ბურთი, ვის იყო აღარ მახსოვს, ხა ძალიან შეინახა თავისი დაცვითი ფუნქცია, ძალიან კარგად გააკეთა, ეჭირა ეს პოზიცია, იმდენად ზოგადად ეხა ტაქტიკა მაინც და მაინც არნემაც სხვათა შორის ეგ აღნიშნა პოსტ-მატჩ ინტერვიუზე, რომ დიდადო ტაქტიკა და როგორც ესეთიო არ დაგვიწყდა რაღაცნაირად ცოტა გადისაკიდევაც ედი ჰაუი და ნიუკასლი რომ ჯეიმი კარაგერს და ანრის ჩაერთო თამაშის მერე განსახილველად და იქ თქვა რომ თქვენ რომ ეხა მეგისმენდითო რომ თქვენ საფეხბურთო მატჩი უწოდეთო ამასო და ეს არ იყო საფეხბურთო მატჩი მაინც და მაინც, იმიტომ რომ იქ მარტო გრძელი ჩაწოდებები და რაღაცა ესეთი თამაში იყო და ტაქტიკა დიდად არ იყო. აი ეს თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები ამას, რომ ტაქტიკურად
არაფერი არ უქნია რეალურად, აი მთელი იყო ემოციებზე, დაწოლაზე, მიწოლაზე, ბრძოლა, დაუგლიჯოთ, შევარდეთ რაღაცა და ეს ჩემთვის თუ გასაგები იყო, ეხა ამას მე არ მინდა რაღაცნაირად ისე წარმოვადგინო, რომ საფეხბურთო გენიოსი ვარ, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ესეთი თვალსაჩინო მომენტი იყო ის ამ თამაშამდე მზადების პროცესშიც, რომ აი ეს ემოციები, რაც ისაკის გამო არის ლივერპულსა და ნიუკასლს შორის, ძალიან დიდ როლს ითამაშებდა. რომ ნიუკასლს მოუნდებოდა რაღაცნაირად ჯაური ეყარა ლივერპულზე, რომელიც ჩვენ აშუაში ვარ საერთოდ მაგ სიტუაციასთან. არ ვიცი. ისაკი არის რაღაცეებს აკეთებს და ნუ ამაზე მე ვილაპარაკებ ცალკე ისაკზე, ცალკე ვიდეოში, მაგრამ ეს ფაქტორი იყო და მე მეგონა და ყველა ზოგადად გულშემატკივრებს რო ვკითხულობდი სხვადასხვა ვიდეოებს რო ვუყურებდი, ყველა ამბობდა იმას, რომ ამ თამაშს ჩვენ უნდა მივუდგეთ როგორც ჩვეულებრივ თამაშს, ტაქტიკურად, მეთოდურად, წყნარად, პროფესიონალურად და ეს ემოციები, რომლებიც ამ ყველაფერში იქნებოდა, ეს რაღაცნაირად ხელს შეუშლიდა და ფაქტორი იქნებოდა ნიუკასლის შემთხვევაშიც. და ზუსტად აი ეს იყო, მე მგონია რომ ედი ჰაუის რო იგივენაირად, აი რაღაცნაირად გაიქცა შეიძლება გუნდი რა და ვერ დაალაგა ეგ მომენტი, იმიტომ რომ თვითონ არ არის ხა ეგ ტიპი მე რასაც ვუყურებდი ზოგადად წინა სამატჩო პრესკონფერენციებზე როდესაც ლაპარაკობდა ისაკზე როდესაც ლაპარაკობდა ყოველთვის იყო რომ ძალიან შვიდი წყნარი დაალაგებული პროფესიონალი ადამიანი არის ძალიან დიდი სიმპათიით ვარ მის მიმართ განწყობილი ძალიან კარგი მწვრთნელია და პიროვნულად ძალიან მომწონს ძალიან კაი ტიპია მაგრამ რაღაცნაირად ეტყობა ვერ მოთოკა რა გუნდი რომელსაც ეტყოდა რომ კაროჩე დაიკიდეთ ეს თემა ვაფშე და ეხა ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ სიტუაციაში პროფესიონალიზმი არის ძალიან გაზამწყვეტი მომენტი, იმიტომ რომ ეს გუნდი უკვე ნიუკასლი ჩვენ მივეჩვიეთ, ანუ ხო თვითონაც აშენებენ, ამაში ბევრი ფული არის ჩაყრილი, დიდი ხანია მეთოდურად მუშაობენ ამ ყველაფერზე, გუნდს აწყობენ, აქვს ამბიციები იმაზე, რომ გაიქაჩონ ჩემპიონობაზეც და შესაბამისად, როდესაც შენთან მოდის ჩემპიონი, რომელიც იცავს თავის ტიტულს ამ წელიწადში და შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც არათუ უბრალოდ ხელი უნდა შეუშალოს, არამედ შეეცილოს აი ამ ტიტულში და თავი არათუ არ დააცვევინოს თავი, უბრალოდ წაართვას კიდევაც, ეს ჩემი აზრით ბევრად უფრო მეტი პროფესიონალიზმი გმართებს, მიუხედავად და მით უმეტეს იმ ემოციების ფონზე, რომელიც ამ გუნდებს შორის არის და ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად ამას გუნდმა თავი ვერ გაართვა. აქ იყო მართლა რეალურად უბრალოდ მიწოლაზე და რაღაცა ეს ემოციური იქ რაღაც მომენტში აი თუ გამეორებებს უყურებთ ან ზოგადად ჩარტო იქ დაახლოებით აი რაც იყო რამდენიმე მომენტი, მაგრამ აი იმ მომენტში შევხედე წუთებს, რომ მეთქი დავიმახსოვრო, რომ აი ეს ზუსტად თქვა მეთქი ვიდეოში, რომ დაახლოებით 33-დან 35 წუთამდე იყო მომენტები, როდესაც ესე იგი ჯერ ხო უწევდა ნიუკასლი, მაგრამ როგორც კი ჩვენები ბურთის კონტროლს დაიწყებდნენ, ესე იგი არც პრესავდნენ ნიუკასლელები. ეს აგორავებდნენ ერთმანეთში. ვირჯილი და კონატე იყო და მე მგონი კერკეზიც დაცვა მოკლედ რა, მთელი დაცვის ხაზი იყო იმაზე ნახევარ ხაზზე ამოსული მოედნის შუაში და იქვე იდგა დაახლოებით 10 წამი მაინც ვირჯილი მაგალითად ერთ მომენტში იდგა ბურთით იმათ ნახევარზე და ესენი არც პრესავდნენ. იყო მომენტები, როდესაც ბოლომდე მიყვებოდნენ და ალისონი დაპრესეს რამდენჯერმე, რომ იქ რაღაცა ალისონმა რაღაცა იმაიმონა იქ რამ პირველ 10 წუთში. მაგრამ აი 33-დან 35 წუთამდე იყო მომენტები, როდესაც აი არაფერს არ მეთქი რანაირად გაჟე რაღაც მომენტში გაუბრაზდი ლივერპულზე, რომ მეთქი ესე პასიურად რო თამაშობს ნიუკასლი მიაწექით.
იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხო ის იქ თემა იყო ის რომ ამათ თქვა ჩააწოდებდნენ და მე ჩანაფიქრი ეგ იყო რომ გადმოესროლათ ეს ბურთი და ლონგბოლები ეთამაშათ ასე ვთქვათ და აი ამ სისტრაფეზე გარდა მაგრამ მეორე მომენტი ისიც იყო რომ თქვა ბორნმუთისგან განსხვავებით ბორნმუთს აშკარა ის ქონდა რა ქვია თავისი ტაქტიკა ქონდა წყნარად თამაშობდნენ ტვირთავდნენ ორ გამოუცდელ ფლანგს აქ ესეც არ იყო იქ საერთოდ საბოსლაიზე რაღაც მომენტში კომენტატორების ამბობდნენ რომ მოლოდინი ქონდაო ჩვენო რომ დატვირთავდნენ საბოსლაის როგორც ტიპს რომელიც თამაშობს ისეთ პოზიციაზე რომელიც არ არის მისი პოზიცია და ეგეც კი არ უქნიათ იქ იყო რამდენიმე მომენტი იქიდან წავიდა მაგრამ აი ისე ინტენსიურად არ ყოფილა ეს ყველაფერი კერკეზზეც მიუხედავად იმისა რომ რაღაცა შეცდომები იყო თითქოს უფრო მეტად ჩემი აზრით უფრო მეტად უნდა დაეტვირთათ ეგ ფლანგს მე უსმინე იქ სხვადასხვა კომენტატორებს და იქ ამბობდნენ რომ ლივერპულს გაუმართლა არნემაც თქვა რაღაც მომენტში რომ გაგვიმართლაო მაგრამ არნე ზოგადად ძალიან თავმდაბალი ტიპი არის და ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე ეგეთ რაღაცებს რომ გაგვიმართლა და რაღაცა მაგრამ ზოგადად ჩემი აზრით ძალიან კარგად ვითამაშეთ როგორც აღვნიშნე 11 წუთი რომ დავინახე მე ვიცოდი რომ მოვიგებთ ეხლა ძალიან დიდი ბოდიში მართლა მე რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ დავждებით ხო და რაღაცა მიმოხილვას გავაკეთებ თქო მაგრამ უფრო აი ეს ემოციებით მისგან მინდა დავიცალო ამ შემთხვევაში და ვთქვა ხო ნუ რაც უნდა თქვა აუცილებლად კერკეზი არ ვიცი ეს ბიჭი რაღაცნაირად მე მესმის რომ ახალი მოყვანილი არის რაღაცა წნევაც ბევრი იყო ამ თამაშშიც წინა თამაშშიც გასაგებია რომ რაღაცა წნევა იყო იქ თავისი ყოფილი გუნდი ენფილდზე პირველი თამაში დიოგო ჯოტას ემოციები აქაც გარკვეულწილად ეს ყველაფერი იყო მაგრამ ძალიან ელემენტარულ შეცდომებს უშვებს და ძალიან არ მომწონს მისი ეს შეტევაში ყოველ შემთხვევაში აი ბორნმუთთან ბევრად უკეთესი იყო შეტევაში ვიდრე ახლა ხო და არ ვიცი მოკლედ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბიჭი გამოსწორდება და არ დაფლოპავს იმიტომ რომ ჯერჯერობით ის ვერ არის რობოს სულფასოვანი მემკვიდრე არ ვარ მისით კმაყოფილი ვირთზე ასევე უნდა აღვნიშნო რომ კლაური გამოთამაში ქონდა და მგონია რომ ვაცადოთ მასზე არა იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში გამოვიყენებ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამ შემთხვევაში მაკას გამოცდილებას იმიტომ რომ მაკალისტერიც რაღაცნაირად ესე მეჩვენებოდა და თავიდან ცოტა ვერ შეეწყო გუნდს კარგად მაგრამ ეხლა ერთ-ერთი საუკეთესო არის და ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ამ გუნდის შეუცვლელი ნაწილი არის აუცილებლად უნდა აღვნიშნო მოს უღიმღამო თამაში მე მგონია რომ რაღაც მომენტებში თავის თავზე უნდა აეღო ეს თამაში აი როდესაც ზუსტადაც დაწოლა და წნევა იყო გუნდზე მას უნდა დაეწყო ის თემა რომ რაღაცნაირად თავის თავზე გადმოეტანა აი ეს მთელი ენერგია და აი მათი მხრიდან დაწოლა და წაეღო თამაში თავისკენ თვითონ გაეკონტროლებინა თამაში ამ შემთხვევაში როგორც დიდ ფეხბურთელს გასაგებია რომ ეხლა შეიძლება თქვა პრაიმში აღარ არის და რაღაცა მაგრამ მე ის არის ადამიანი რომელსაც შეუძლია ფორმაშიც არის ფიზიკურადაც მშვენივრად არის და ყველაფერი და ნუ ოკეი გავიგეთ რომ არის სეზონის დასაწყისია და შეიძლება რაღაც მომენტში ცოტა მოკოქო ჭირდება მაგრამ ესეთ თამაში ჩემი აზრით ბორნმუთთანაც არ ვიყავი მისი თამაში დიდად კმაყოფილი აქაც მაინც და მაინც არ ვიყავი კმაყოფილი თუმცა ზოგადად არის ხოლმე რომ რაც მას რამდენიმე თამაში ჩავარდება შარშან იყო სხვათა შორის რომ სეზონი დაიწყო ფანტასტიკურად და ბოლოში მოუკლოსავით ცოტა და ეხა თუ პირიქით იქნება რომ აი რაღაცა პირველი რამდენიმე თამაში და მერე წაიღებს გუნდს და ათრევს ზურგით როგორც მას ჩვევია ოკეი ნუ ზოგადად მეფეა ფარაონია და გასაკეთებელს ყოველთვის აკეთებს რაღაც მომენტში კი არა და ზოგადად მისი ასისტი იყო ესეც და ვთვლი რომ ბევრად უკეთი იყო რამდენიმე მომენტი მას ჰქონდა როდესაც რაღაცნაირად ჩემი აზრით უფრო მეტი უნდა გაებედა იყო მომენტები როდესაც მაგალითად სხვას მისცა პასი აი მაგალითად მეორე ბურთი რომელიც გაგვიტანეს იყო რომ ჯერ ერთი კონორმა ხო ძალიან კარგად ათრია ბურთი
მე იქ მოსთან მივიდა ეს ბურთი მომშვენიერ პოზიციაში იყო და იმის მაგივრად რომ ცოტა ინდივიდუალურად გაეკეთებინა რაღაცა მიუხედავად იმისა რომ კი იქ იყო რომ პოუპი ედგა წინ და ფარავდა კარს და მცველი იყო მის წინ ასევე მაგრამ რაღაც მომენტში ქონდა მას იმდენი სივრცე თან ერთი მცველი იყო მაინც არ პრესავდნენ მას, იმიტომ რომ ეს ალბათ უღიმღამობის ამბავში და ცოტა დაღლილებიც იყვნენ უკვე ნიუკასლის ფეხბურთელები, მას ჩემი აზრით მაგ მომენტში შეეძლო უკეთ ეთამაშა და გოლიც გაეტანა და მიუბრუნა ბურთი კონორმა დაკარგა, მე აიყიდა ჯარიმა, იმ ჯარიმიდან გავიდა გოლი. კონატეს ქონდა რაღაცა შეცდომები და მასზე ზოგადად იყო ბევრი უკმაყოფილება გამოთქმული თუმცა ნუ რას ვიცავთ ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები ზოგადად ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ვართ გუნდი რომელიც უტევს იტანს და ამ გატანილი გოლების ხარჯზე იგებს ხოლმე მაგრამ აი მაგალითად წინა თამაშზე რაც არ ნემთქვა მეორე გოლი როგორც გაგვიტანა სემენიომ ხო? როდესაც შეტევაში დავკარგეთ ბურთი. აქ შეტევაში დავკარგეთ, მაგრამ ეს არ იყო ისეთი რაღაცნაირად ინტენსიური შეტევა როგორც წინაზე იყო რა. აქ ჩემი აზრით ბევრად უკეთესად შეიძლებოდა მოქმედება. ასევე აბსოლუტურად უდიდესი შექება კოდი გაკპოს, რომელზეც წინა თამაშზეც აღვნიშნე მე რომ მისი ფლანგიდან ძალიან ხშირად მწვავდებოდა და ძალიან კარგად ეჭირა და მე ზოგადად ლუჩო ბევრად უფრო მიყვარდა ესე ვიტყვი რა ხან ჩვენთან აღარ არის და ბაიერნში წავიდა ვიდრე კოდი და თვლიდი რომ მაგ პოზიციაზე მარცხენა შემტევზე და ვინგერზე ლუჩო ბევრად უკეთესი იყო მაგრამ აი ეს ბოლო ორი თამაში აბსოლუტურად ყველანაირი მოლოდინს გადააჭარბა გაკპომ ძალიან კარგად თამაშობს ყოველთვის ამწვავებს ფანტასტიკური თამაში ჰქონდა შეუპოვარი ენერგიაც იგრძნობოდა მისგან მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სეზონში აი ეს ორი თამაში რაც ითამაშა კოდიმ მისი ძალიან კმაყოფილი ვარ კერტის ჯონსზე აუცილებლად უნდა ვთქვა ეგრეთ წოდებული unsung hero ანუ გმირი რომელსაც არ უმღერიან ხოლმე და შეუმჩნეველი გმირი კიდევ ერთხელ დავინახეთ რამდენად საიმედო მოთამაშე არის ის და რამდენად პროფესიონალი, რამდენად შეუძლია მას თავისი ფუნქცია ცენტრში შეასრულოს, ის შეიძლება რაღაც მომენტში არ ჩანდეს, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ საოცრებას არ აკეთებს, მაგრამ აი მისი ფუნქცია რაც იყო ცენტრში ბურთით უბურთოთ, ამას ფანტასტიკურად გაართვა თავი, შეცდომები მას არ ქონია, პირიქით უტევდა კიდევაც წავე მომენტებით შექმნა ერთი მომენტი იყო რომ აცილა ბურთს ფეხი და ჩემი აზრით გოლიც უნდა გაეტანა მაგ დროს მაგრამ რა ვქნათ ესეც ხდება ხოლმე და რა თქმა უნდა რაიან გრავენბეხი რომელიც დაბრუნდა და რაც უფრო ფორმაში ჩადგება მე როგორც აღვნიშნე წინა ვიდეოებში რაიანი ჩემი ამ ლივერპულში ჩემი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი ნუ მო არ ითვლება კიდევ ერთხელ ნაღვნიშნო მო იგზის ტახტზე ოლიმპოზე მაგრამ აი ესე ზოგადად ფეხბურთელებში ამ წუთას და ამ ლივერპულში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რაიან გრავენბეხი და ის წინა სეზონი ფანტასტიკური სეზონი ქონდა საოცარი სეზონი ქონდა ამ სეზონშიც ჩვენ ვნახავთ რომ ის მე მგონია რომ თავის თაობაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს ვადევნებთ ჩვენ თვალყურს ლივერპულის მაისურით სოფლიოში და აი ამ თაობაში ის თავის სიტყვას იტყვის როგორც საუკეთესო მიდფილდერი, ნახევარმცველი. და რა თქმა უნდა, ჰუგო ეკიტიკე, რომელმაც ასევე მშვენივრად ითამაშა, ფანტასტიკური ფინიშერი არის. იქ მომენტები იყო და წინა თამაში სხვადასხვა დამავიწყა რომ აღმენიშნა. რამდენჯერმე მიიღო ამ ბიჭმა ბურთი ძალიან ვიწრო სივრცეში, როდესაც გარს ერტყა 3 ან 4 ფეხბურთელი და ყოველთვის ესეთ სიტუაციაში ის ახერხებს რომ რაღაცა გააკეთოს. კი დაკარგა რამდენჯერმე ხა ის არ არის რომ ყოველ ჯერზე 4 კაცში გაძრეს, მაგრამ ძალიან თავდადებული, თავდაჯერებული ყარად დგას ფეხზე არ იქცევა, აწვება, იბრძვის ბურთზე, მიაქვს ბურთი, პასს აკეთებს და გოლიც ფანტასტიკურად გაიტანა ყველანაირი
პანიკის და ფართხალის გარეშე დაუგორა შეაგორა შვენიერი თავდასხმელი არის ძალიან მომწონს მისი მეიმედება და რა თქმა უნდა გამარჯვების გოლის ავტორიც უნდა აღნიშნო რიონ გუმოა რომელზეც აკადემიის ვიდეოში ვისაუბრე რომ ის უკვე სრულფასოვანი წევრი გახდა პირველი გუნდის და პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და არათუ ვარჯიშობს მას დებიუტი ჰქონდა დღეს პრემიერ ლიგაში და თავის დებიუტზე ესეთი ანუ მარტ აი საოცარი გოლი გაიტანა ესეთ მეასე წუთზე ესე დაგორებული შვიდ აი ლამაზე აი იმენა შეასრულა ძმაო რა რასაც ქვია აი შეაგდო ოღონ რაღაცა ისე კი არა აი პროფესიონალ ამასაკში 16 წლის არის რამდენიმე დღეში ხდება 17 წლის და სხვათა შორის წინა დღეს წავიკითხე გუშინ ანუ სტატია რომ ახალ ვინგერზე იყო ლაპარაკი მაგალითად რომ როდრიგოს მოყვანა უნდათ ახალ ლუჩოს შემცვლელის ამბავში მაგრამ რაღაცა სტატია წავიკითხე თუ არ ვიცი არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ნუ მოკლედ ეს წავიკითხე რომ რიოზე აპირებს გუნდმა გადაწყვიტა რომ იმის ნაცვლად რომ ვიღაცა სტარი ვინგერი მოიყვანოს და ვთქვათ კოდისთან როტაციაზე ჰყავდეთ რიო იქნება ადამიანი რომელსაც გამოზრდიან და მისცემენ იმის საშუალებას რომ თავი დაიმკვიდროს ამ გუნდში ჯერ როგორც ამ შემთხვევაში კოდი გაკპოს შემცვლელმა და მერე როგორც ზოგადად ამ პოზიციაზე მოაზრებულმა ერთ-ერთმა მთავარმა ფეხბურთელმა ხო და მოკლედ ძალიან გახარებული ვარ ამ ბიჭის წარმატებით შესანიშნავი გოლი გაიტანა ანუ მართლა ეს არის კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ ესეთი მწვავე მომენტი მწვავე ემოციური მომენტი მეასე კი არა 101 წუთია თამაში მალე დამთავრდება და ყველანაირი ემოციების და რაღაცა მან დროს ვიღაცამ შეიძლება ძალიან პროფესიონალ და უკვე შემდგარ და დაღვინებულ ფეხბურთელებს მოსულიათ ეგეთი შეცდომა რომ რაღაცა პანიკა და სადღაც წასულა იქ არა აი მეთოდურად ჯიგრულად იმენა შეაგდო საკაიფოთ რა და ჩვენ ასევე ვნახავთ რომ ეს ბიჭი მომავლის ლივერპულის ძალიან დიდი ნაწილი იქნება და ისიც ძალიან ხშირად გაგვახარებს ისევე როგორც გაგვახარა დღეს. ხო და მოკლედ არ ვიცი დღეს ესეთი ტაქტიკური და რაღაცა ისენი დიდად არც წინა ვიდეოში გამიკეთებია, მაგრამ რაღაცა უფრო დეტალურად შევაფასე თამაში და მოთამაშეები, მაგრამ ამ არ ვიცი რაღაცნაირად ძალიან ემოციებით ახსავსე ვიყავი და დავიღალეთ მე ცოტა დავწყნარი და ეხლა ამ ვიდეოს ვწერდი ახლიდან წამოიღო ეს ყველაფერი ხო და საბოლოო ჯამში მოკლედ უკმაყოფილო ვარ კიდევ ერთხელ კერკეზით უკმაყოფილო ვარ მოსალათი კონატეს ვაპატიებ ასე თუ ისე რაღაცეებს და უკმაყოფილო ვარ მაგრამ აი სამიანს პლუსით დავუწერდი სამიანს დავუწერდი მოს სამიანს დავუწერდი კერკეს მინუსით თლადორიანისთვის ვერ გავიმეტებ თუმცა რაღაც მომენტში ეკუთვნის და საშემოდგომოც უნდა გამოვაყოლოთ და სამიანს პლუსით დავუწერდი ვირც რომელსაც გამოსწორების შანსს აუცილებლად მივცემთ მომავალში ხო და მოკლედ ესეთი ამბები მეგობრებო და იმედია რომ ყველაფერი უფრო კარგად და კარგად იქნება. You never walk alone. და დავიღალე. Honestly like oh my god. და შემდეგი არის არსენალი, ხო წარმოგიდგენიათ. ხო, და ნუ რაც უნდა თქვა, აი ეს ორი რამდენიმე სხვადასხვა კომენტატორი თუ გულშემატკივარი და ვიღაცები ლაპარაკობდნენ რომ აი ლივერპული ცუდად თამაშობდა ლივერპულმა არ დაიმსახურა ეს მოგება მე მაგას არ ვეთანხმები მაგრამ აი ცუდად იდეაში ხო ითამაშა რა ანუ აჯობა რაღაც კომპონენტებში ნიუკასლმა გუნდს მაგრამ აი მაღალი დონის გუნდი ჩემპიონი გუნდი
ჩემპიონის ტიტულის დაცვაზე პრეტენზია ჩვენ ხო ეგ ლესტერი ხო არა ვართ რომ მოვიგეთ და გაგვიხარდა. არა, ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ეს ტიტული დაიცვას. ეს არის გუნდი, რომელიც აი ესეთი უღიმღამო თამაშებით და შეცდომების ძირითადი მოთამაშე მოსალა არ ჩანდა ფაქტობრივად, ხო? კერკეს ესეთი შეცდომები ჰქონდა, კონატეს ესეთი შეცდომები ჰქონდა. აი ამ პირობებშიც გუნდი რომ ბოლომდე თამაშობს და მოაქვს 3 ქულა აი ესეთი ემოციური ფონიდან, აი ეს არის პროფესიონალიზმი, ეს არის საჩემპიონო განაცხადი და იმის თქმა რომ sit down and shut up და you never walk alone.